პერევარზე იყიდა კაცმა ყურძენი. და დაიწყო მარშრუტში ჭამს ას. მსხვილი ეუნება. მაგ ტარო კი არ არის, ყურძენი არის. მე ვეღარ გამაჩნდა. ჩინელი მევიდა მაღაზიაში. ეს რაღის 10 ლარიო, ცემენტზე თქვა. ამა ქფილი ეგონა. ეიღო ჩააგდო მანქანაში. ისიო, გეიყოლა დროჟი. ცემენტს რა თუნდა გაცო დროჟი. თურმე საჭმელად დომებია. მუაბრუნა უკანვე. მეზობელი მყავს ერთი ხალი კტრებს აცებს. და ცოტა სქელი შეხვდა ახლა მიცვალებული და სქელი რო შეხვდა ვერ მოარგო კოსტუმი. ვერ შოუბნი. ბოლო რამე იფიქროს ახლა. კოუჩ რა უკან ზურგი და მოწია და შოუბნი. ერთ ახლობელმა იყიდა პერმის ტრაქტორი. და არ გამოადგა სახნავად და მივიდა გამყიდველთან და უთხრა ეს ტრაქტორი არ ვარგა სახნავადო და რავა შენ მაგის სახნავად გინდოდაო. ერთმა ტარო ჭამა ბევრი სიმინდის ტარო. გაბერა. მივიდა ექიმთან. და რა ეშველება ახლა ამასო და რა ეშველება მაგას ვერაფერი ერთადერთი გამოსავალი არის. წისქვილის ქვებს თუ გადააყლაბებ გამოქვავს უკან თუ არა ისი არაფერი არ ეშველება. გავაგზავნოთ. ერთ კლიენტს მოუგზავნია ასანიზაციის მანქანა. და გამოუძახე, მიდი ამ ადამიანის სამართლზე თქო, მეუთხარი და გადირია კლიენტი. და გადირია კლიენტი. რა თვითონ ეს ასანიზაციის მანქანა, რას ვიგზავნიო?